ჯებით მიუყვება შარას კაცი, არ ეტყობა სახეს მადლი, თანაც მზერა ძალზედ მკაცრი. დაინახა ორი ხიდი, ერთი უფლისკენ სავალი, მეორე კი ეშმაკისა, ცუდუნებებზე გამავალი. შეჩერდა და წუთიერად თითქოს ფიქრებს მისცა თავი და ვაი რომ აირჩია გზა იოლი, მაგრამ ავი. გაეღიმა სატანას და შვება იგრძნო ძალზე დიდი, გაიფიქრა უბედურო შენს სულს ლხენით შევისყიდი, უღმერთოთა ჯარი მსტუმრობს ხორციელი ვნების ცეცხლში და რა იცით რომ დასასრულს ჯოჯოხეთი გრჩებათ ხელში. დაივიწყა კაცმა ღმერთი, ეშმაკს სრულად დაემონა, რაც ელოდა უფლის მიერ არავისგან გაეგონა. ერთხელ როცა ძველებურად გაიარა იმ ორ ხიდთან, ცრემლიანი მაცხოვარი ფეხში შველი მის წინ იდგა. ვინ ხარ ასე რატომ მიცქერ? გაოცებით ჰკითხა კაცმა. მაცხოვარმა მდუმარებით შეახსენა თითქოს ჯვარცმა, ცრემლიანმა უპასუხა, რად ვერ ამცნობ, მუდამ დაგდებ, ხელს გაფარებ, როცა გიჭირს, მაგრამ ვერასოდეს მამჩნევ. კაცმა თავი დახარა და თითქოს სული მოკვდა მასში, არასოდეს განეცადა მას ტკივილი ამის მსგავსი. თეთრ სამოსელს სისხლა დაჩნდა ყველა დაღი ჩვენმიერი, მხოლოდ თვალები ბრწყინავდნენ სათნოებით, მშვენიერნი და წარმოთქვა მაცხოვარმა. სნეულია ტანი ჩემი, რადგან რწმენა შერყეულებს გიყურებთ და ვეღარ გშველით. ახლა მითხარ, რად გამაგდე, არც დაფიქრდი, მიღალატე, ეშმაკის გზას დაადექი, ილხინე და იღაღადე. კაც ცრემლები მოერია და მაცხოვარს თხოვა მაშინ, გევედრები მეუბადრუქს, კიდევ მომეც ერთი შანსი. უპასუხა, დაიხსომე, არასოდეს არის გვიან, რომ გაუყვე სინანულით, რასაც ჩემი გზები ჰქვია. თავდახრილი იდგა კაცი თითქოს ლოდიედო თავზე, მაშინ იგრძნო, რომ უფალი არასოდეს გაგვწევს განზე. მეც მეტკინა გული ძლიერ, ვიგრძენ ცოდვის საფასური, ვეღარ ხვდები ლექსია თუ სინანული ზღვარგასული, ნათლად ვნახე ყოველივე. ცოდვილს სული დამიმძიმდა, ტანჯვით ნაწერ ამ სტრიქონებს ვგრძნობდი, ღმერთიც განიცდი.